ადგილისა და რეგიონებში მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა იზრდება. განსაკუთრებული ინტერესი საინვესტიციო მიწის ნაკვეთებზე შეიმჩნევა, რაც საბროკერო კომპანიების თქმით, უმეტესად გადავადებულ მოთხოვნას უკავშირდება. ზაფხულის სეზონზე, რომელიც ამ ბაზარზე განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა, გაყიდვები დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი. დეფიციტური მიწის ფონდის და მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე გაზრდილია კვადრატული მეტრის ღირებულებაც, რომელიც ადგილის და ფართობის გათვალისწინებით განსხვავდება. კომპანიების თქმით, განსაკუთრებით აქტიური წელს თბილისის შემოგარენი და ლისის ტერიტორიაა, სადაც ფასი მიწის ნაკვეთებზე 150-დან 450 დოლარამდე მერყეობს. ამ ზაფხულს ჩვენ მქონდა ძალიან ესეთი აქტიური მოთხოვნები, გაყიდვებით საკმაოდ აიწია, შეიძლება ითქვას შარშანდელთან შედარებით 20%-იანი მატება არის გაყიდვებში ამემართულებით, მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია, როგორც თბილისში, ასევე თბილისის გარშემო და სხვადასხვა რეგიონებში. არასასოფლო მიწის ნაკვეთების ფასები მაინც იწევა, იმიტომ რომ მოთხოვნა, როდესაც მაღალია, მაინც მაღალი არის ფასიც. შარშანდელთან შედარებით არის მაინც დაახლოებით 5-დან 10%-მდე მატება ამემართულებით. თბილისიდან რო დავიწყოთ, იწყება $200-დან და შეიძლება ავიდეს $3,500-მდეც. საცხოვრებელ მიწის ნაკვეთებს, ამ სამოსახლო ვარგის მიწის ნაკვეთებს, აქ მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. და ჩემი აზრით ეს არის გამოწვეული ალბათ იმით, რომ ბინებზე ფასები იმდენად უკვე აღარ იზრდება და საინვესტიციოდ ადამიანები არჩევენ უფრო სტაბილურ ქონებას, სადაც უფრო სტაბილურად იზრდება ფასები. ხო, ახლა ჩვენ საშუალო თბილისის გარშემო გვაქვს დაახლოებით 20%-იანი ზრდა, 17-20% ზრდა წლიდან წლამდე. ხო, ეს არის საკმაოდ კარგი ციფრი იმისთვის, რომ ადგე და ადამიანმა საინვესტიციოდ შეიძინო ქონება მიწის ნაკვეთზე. მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა გაზრდილია საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც. შავიზღვისპირეთის შემთხვევაში წელს ბათუმი ნაკლებად საინტერესოა და მოთხოვნა მიმდებარე არეალებში გადაინაცვლა. კომპანიები იმასაც ამბობენ, რომ ბოლო წლებში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან ერთად ფასი გაიზარდა დიდ ქალაქებში არსებულ მიწის ფონდზეც. მაგალითად, ქუთაისში ზოგიერთ ტერიტორიაზე ფასი მინიმუმ გაორმაგებულია. 3-4 წელია რაც დაიწყო ქუთაისში, თელავში აქტიური მშენებლობები. ამის გათვალისწინებით კომერციულ მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა იქაც გაიზარდა. შესაბამისად, ფასებიც გაიზარდა. ფასები საკმაოდ სოლიდურად არის გაზრდილი. შემიძლია გითხრათ, ქუთაისში რამოდენიმე ტერიტორიაზე ფასები გაორმაგებული დაგვხდა, თუ არა გასამაგებული, სადაც ჰქონდა დაუშვათ $20-იანი სეგმენტი, დღეს არის $60-65 ფასი. ადრეთ უფრო მეტი ინვესტორი ითხოვდა უფრო ბათუმს და უფრო უნდოდათ ლოკაცია ცენტრალური. ეხლა პირიქით წამოვიდა ტენდენცია, გთხოვენ უფრო გარშემო ლოკაციებს, გონიოს, ჩაქვს და აი ამ მხარეს ფასები იწყება აქაც უკვე $150-200-დან. როცა მაგალითად შეიძლება 2 წლის წინ $50 და $70-აც შესაძლებელი ყოფილიყო შეძენა. შინვდის მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა და ფასი გაზრდილია მათი პროექტის შემთხვევაშიც. საგარაკე დასახლება, რომელიც საგურამოსთან ახლოსაა, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას მოიცავს. ნიკა ქევხიშვილის ინფორმაციით, მიწის ნაკვეთებზე გაიზარდა მოთხოვნა მათ მიმდებარე არეალებშიც, მათ შორის უცხოელების მხრიდანაც. ჩვენს პროექტში წლევანდელი წელი ნამდვილად ძალიან გამორჩეული იყო შარშანდელთან შედარებით. ზრდა გვაქვს პირველი 8 თვის მონაცემებით 3-ჯერ როგორც რაოდენობრივ ჭრილში, ასევე ჯამურად თანხობრივ ჭრილში გაყიდვების კუთხით. ბაზარზე რასაც ვაკვირდები, მიმდებარე არეალებში საკმაოდ გაზრდილია ინტერესი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან მიწის ნაკვეთებზე, განსაკუთრებით ეს არის ხოლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ისრაელი და ევროპის ქვეყნებიც მათ შორის.
რაც შეეხება სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, საბროკერო კომპანიების ინფორმაციით მზარდი მიწოდების და მოთხოვნის გათვალისწინებით ფასები ამ კატეგორიის მიწებზე სტაბილურად შენარჩუნებულია. 1 კვადრატული მეტრის ღირებულება $5-დან იწყება და ადგილმდებარეობის და ფართობის გათვალისწინებით იცვლება. თბილისიდან 100 კილომეტრის რადიუსში კი მიწის ნაკვეთების ფასი არსებული მდგომარეობით $25-დან $100-მდე დიაპაზონში მერყეობს. წლების გამოცდილებიდან გამომდინარე კომპანიები არ ელიან, რომ საინვესტიციო მიწის აქტივზე ფასი შემცირდება.